დღეს მაინდა-მაინც ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ჩვენს დაცემულ ბუნებაზე გვესაუბრა, მაგრამ არ გამომივიდა, იმიტომ რომ დაცემული ბუნების ხედვაც იმიტომ გვეძლევა, რომ გამოვხიზლდეთ და ზემოთ ავიხედოთ. და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენთაგანი აქ იმიტომ არის, რომ ეს ამის სურვილი აქვს. ამის სურვილი რო არ იყოს, თქვენ აქ არ იქნებოდით. მე ამის იმედი მაქვს და აი ესე ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთს ვასწავლით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მისწავლია მე თქვენგან. ალბათ თქვენ ჩემგან და მოძღვრებისაგან. ჩვენ ერთმანეთსაგან ვსწავლობთ. ოღონდ საჭიროა, რომ მეტი გულისხმიერება გქონდეს. და არასოდეს დაგვავიწყდეს, აქ რისთვის ვართ და ვის წინაშე ვდგავართ. ვის წინაშე ვდგავართ და ვის წინაშე ვლოცულობთ. მე მინდა წაგიკითხოთ ამონარიდი. უბრალოდ მოდი ერთად ვილოცოთ თქვენ გულში და მე ხმამაღლა ვიტყვი. იმ ლოცვით, რომელიც არის ერთ-ერთი საიდუმლო ლოცვა, როცა უკვე ევქარისტიის კანონი ძირითადი ლიტურგია დაწყებულია და ძალიან მალე უკვე იქნება ის სიტყვები მიიღე და ჭამეთ, ასევე ძლევისა, გალობისა, მგალობელნი, მხმობელი, მღაღადებელი და მეტყველნი, აი ამ მანამდე არის საიდუმლო ლოცვა, რომელიც არის ძალიან დიდებული და რომელიც მე ვფიქრობ კიდევ ერთხელ დაგვანახებს ვის წინაშე ვდგავართ და ვის წინაშე ვლოცულობთ, ვისნი ვართ და ვის უნდა მივემსგავსოთ. აი ესე ებედრება ღვთელი ამ დროს უფალს. სამწუხაროდ ეს სიტყვები თქვენ კარგად არ გესმით, თუმცა მე ვცდილობ ხომაღლა ვიკითხო. ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ ხო არ ჯობია ამ დროს გალობლებმა თავის არ გაწელონ, გალობა მოკლედ თქვან, რომ ეს სიტყვები კიდევ უფრო კარგად გესმოდეთ ხოლმე და სხვა მრავალი, რომელიც საიდუმლო ლოცვებში არის. მე ვეცდები, რომ ლოცვითი განწყობით თქვა და ერთად ვილოცოთ ღვთის წინაშე და ამით დავასრულოთ დღევანდელი სიტყვა. კომენტარების გარეშე ვეცდები. ღირს არს და მართალ შენ და ქებად, შენ და კურთხევად, შენ და გალობად, შენ და მადლობად, შენ და თაყვანისცემად, ყოველსა ადგილსა მეუფებისა შენისას. რამე თუ შენ ხარ ღმერთი გამოუთარგმანებელი, მოუგონებელი, უხილავი, მიუწვდომელი, მარადის ხარ, ვითარცა იგი ხარ შენ და მხოლოდ შობილი ძე შენი და სული შენი წმინდაი. რამე თუ შენ არა არსისაგან ყოფად მომიყვანე ჩვენ და დაცემულნი კლავად აღმადგინენ და არა განგვეშორე ჩვენ ვიდრემდის ზეცად აგვიყვანენ და მოგმადლე ჩვენ სასუფეველი მერმისაი. ამათ ყოველთათვის გამადლობ შენ და მხოლოდ შობილსა ძესა შენსა და სულსა შენსა წმინდასა. ყოველთათვის რომელი უწყით და რომელი არა უწყით. საჩინოთა და უჩინოთა ქველის მოქმედებათა ჩვენ და მომართ ქმნულთა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თან. ამინ.